სახეთა მამისათან და დისთან თუნდაც მიდისათან. იოცავ დღევანდელ დღეს ხოლმე ღვთისმშობლის დადათ მიყვანების. როდესაც მშობლებმა მეგმდანამ შეასრულეს დადებული აღთქმა ღვთისმშობლიაში, რომ თუ მათ უფლისგან შეიძინებათ შვილი, იმას უფალს შესწირავდნენ. და სამი წლის რომ გახდა, მიიყვანეს და საზეიმო. ხო, ნანატრი ერთადერთი შვილი და აღთქმა მეტია ადამიანურ გზნობებზე. აღთქმა ფიცია. დავითთან დადეს აღთქმა ღვთის წინაშე. უფალმა შეისწინა მათი, შეისწინა მერე უფალს არ უნდა აღუშურათ დაპირდი და ანუ არის მოქმედებები და გზნობები და საქმეები აღმატებული ადამიანურ ხედვაზე, ადამიანურ წარმოდგენებზე. თქვენ დღეს მოისმინეთ ებრაელთა ეპისტოლიდან ნაწილი და ლუკა მახარებლის ის მოცემული ჩვენთვის საუბა მართა და მარიამის სახლში მაცხოვრის მისვლის შესახებ. რა კავშირია მათ შორის და რას ნიშნავს ეს? ანუ ის მარიამი ანუ ღვთისმშობელთან რა კავშირია ეს? ის მეკითხა. და პავლე მოციქული ებრაელს ახსენებს, რომ დავიდან მოსეწიასა მეტყველის ღვთისაგან მიეცა კურთხევა, ის მომძრავი ტაძარი ან კარავი აშენებულიყო, გაკეთებულიყო და იქ მისი აგებულება იყო ხალხის გასაჩერებელი ადგილი და წმინდა ადგილი და წმინდათა. და გამოყოფილი იყო კეცაბმელით. წმინდა იყო აღთვის კიდობანი. და აღთვის კიდობაში იცით იყო ჯულის ფიცარი და აღწერს ამას პავლე მოციქული. ოქროს დაკუკი მანანად ზეცის მანან რომთაც უფალი კვებოდა ებრაელს 40 წლის განმავლობაში უდაბნოში. აარონის კვერთხი და ჯულის ფიცარი იყო. თითოეული მათგანი, თვითონ ეს კიდობანი, რომელიც თავზე ქერუბიმები, ორი ქერუბიმი გარშემო ფრთებით და აგრილობდნენ ამ კიდობანს და ოქროთი მოჭედილი გარედან შიგნიდან. ანუ ეს ყველაფერი წინასახე და წინასამეტყველება მომავალ მსახურებაზე. რატო ასე ჩანს რომ მომავალ მსახურებაზე იქ არ იყო სარკმელი. და კეცაბელი არავდა, ანუ იყო სიბნელე. ეს სიბნელე არის ღვთაებრივი განგების მიუძღვნელობა, რომ ჯერ არ დადგა ჟამი ხსენის მოსვლისა. არის ჟამი მოლოდინისა. და ჩვენი ტაძრების აგებული იგი ასევე არის სტოა, შუა ტაძარი და საკურთხეველი. რომ საკურთხეველში არის სარკმელი. იქ ნათელი შემოვიდა, ნათელი ქრისტესი მოეფინა ქვეყანას. და ეს კეცაბმელიც მუდმივად არა ჩამოფარებული მსახურების დროს, გარკვეულ დროს იხსნება, რომ თვითონ კეცაბმელიც როგორც მოციქული სხვაგან განმარტავს, არის ეს სიმბოლო და სახე ქრისტესი. დგას ზეცად ქვეყანას შორის და მოკავშირებელია და ახშობის კარის გახსნა, სასწავლებლის კარის გახსნას გამოხატავს. უფლის ხელში ეს მოცემული. არის საიდუმლო, რომელზეც ადამიანი დაფიქრდეს, არის წყალობა ღვთისა, რომელიც ხდება ჩვენი ხსნისათვის. და რადგან ჩვენ გავიხსენეთ აღთვის კიდობნის ეს ფიქთავსი, რაც იყო მაშინ. თითოეული ნივთი
არის წინასწარმეტყველება ყოველთა ღვთისმშობელზე. ოქროს დაკუკი, რომელშიც ზეციდან გადმოსული პური, მანანა არის. დაკუ დაიტია ზეცილი პური, დედა ღვთისა არის. ოქრო არ ჟანგდება. მუსლიმების ნიშანია. ხოლო წმინდაა. ჟულის ფიცარი ასევე არის აღსრულებელი ამ ჟულისა ღვთისმშობელია. კვერთხი არონისი ესე ღვთისმშობლის სიმბოლოა, იმიტომ რომ ეს არის კვერთხი ხმელი, რომელიც განედლდა არონის ხელში და აჩვენა ვინ იქნება მღვდელთავარი. ანუ ხმელი ტოტისგან, იაკიმ ზანაშგან გამოვიდა ნედლი ღვთისმშობელი, რომელსაც გაცხადდა ხსნელი სოფლიოსზე მაცხოვარი. აი ამიტომაც დღეს ითქვა რომ ებრაელთა ეპისტოლეში რომ იყო თავიდან ამ სოფლისათვის სიწმინდე ის ტაძარი. მაგრამ მომავალი ეს ამ სოფლისა და ზეციდან იქნება მომავალი სიწმინდე. სულიწმის მადლით უფალი მოევლინება ქვეყანას და აღაშუროს ხელშეწირვას. ასევე მართა და მარიამი, ჩვენ ვიცით რომ ბოლ ამბავია, ამბად მოყოლი. მაგრამ ეს ორი სახე არის. ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმისა. და განსხვავებაა ძველი ზრუნავს ამ სოფლისათვის. ხელშეწირვები, მიტანა, მოტანა, ანუ ფუსფუსებს. და ახალი უფალთან ერთობაში და უფალს უსმენს, ღვთის სიტყვას ისმენს. ძველი საყვედურობს ვის? უფალს. არ ხედავ, კაცო, ძალტო ჩემო დამო და მოდისო და თან მომემსახუროს, დამეხმაროსო მე ჩემსახურებაშიო. ისიც უფალს ემსახურება, მაგრამ ამ ქვეყნიური სახეებით. იქ ხელშეწირვები ხდებოდა თავისი, ხო? სხვადასხვა რანგის სახურებები იყო. და ახალი აღთქმის სახურება სიტყვის მიმართ, ლოგოსის მიმართ არის მსახურება. ისმინო და შეასრულო. აი ამ დღესასწაული არის 29 ღვთისმშობლის დადად მიყვანების ნუ გახსენებს ჩვენ რომ საეკლესიო გადმოცემით ის იმდენად გაუცდა მღვდელთავარი ზაქარია ამას სამწლის ხმა უცებ ავიდა ამ საფეხურებზე რა საფეხურები იყო ტაძარში ასასვლელი ფსალმებში თქვენ ბოლოს ნახავთ თელი რიგი საფლუნის ახშავალთა წერია აი ეს ახშავალთა ფსალმუნები თითო იკითხება თითო საფეხურზე და დასრულდა მე შედიოდა ტაძარში ძველი აღთქმის ტაძარში მღვდელთავარი მსახურებისთვის მაგრამ ჯერ შეწირავდა მსხვერპლო ერის თავის წოდებისათვის და ერის უმცრებისათვის და უფალი მოვიდა თულის მისატევებლად ასე რომ უკვე ეს ხილული შეწირვა არა საჭირო უფალ მოიტანა სულიერი შეწირვა სინანული ცოდოთა მიტევება ახშარებით ადამიანი იწმინდება როცა გულწრფელად აღიარებს თავის წოდებას და მარიამის და მათოზე ისმენდა და ის კიდე ფუსფუსებდა უფლის პასუხი რა არის კი არ შეგვედურობს მარიამს შენ როგორ გამიბედე მე ხა როგორ მეუბნები მე როგორ გავაკეთე რა ვიცი მე რა გავაკეთო და თუ სტუმარი ვარ მას სტუმარს ეს არ მოგცევია საყუდოს არ უხმებიან და თუ უფალი ვარ მით უმეტეს მარიამა უკეთესი აირჩიაო შენ ზრუნავ და სპოთხარ მრავლისათვისო ანუ გარეგნული სახურება საჭიროა აუცილებელი არის მესგავსი არ ხდება ცხოვრება ამ ქვეყანაზე მაგრამ უპირატესი მსახურება სიტყვის სახურება ღვთის სიტყვა ისმინო დაიტიო შენ გულში გონებაში და მე აღასრულო ანუ
ეს არის შინაგანი, უხილავი, სულიერი მსახურება, რომელსაც ქრისტიანები თავის ცხოვრებით ასრულებენ. ბილუში შენ თუ შინაგანად არ ახ განწმენდილი, მაშინ სხვა სიწმინდეს როგორ მისცემ და ამიტომაც ფსალმონის სიტყვა გადასაძა გული წმინდაი დაბადე ჩვენთან ღმერთთან სულთფელი განმიახლე გამსაჩემსა და მე ნუ განმაგდებ მე ისე მომცე სიხარული მათხოვრის შენისა აი აქედან ჩნდება ეს სიხარული და შინაგანი განწმენდა ხდება ადამიანისა ეს გზა მოგვიტანა უფალმა და პავლე მოციქული ამიტომაც თავის დამტომენებს ებრაევის მიმართავს განმარტებით რომ ის თავის დროზე საჭირო იყო ისახურება მაგრამ ეხლა ახალი მსახურება საჭირო უმეტესი და უპირატესი სიტყვის მიმართ მსახურება მაგრამ რომელი სიტყვის რომელზეც გარდამოდა და რომ ჩვენ დაიტიო და ამის მაგალითი არის თიშობელმა დაიტია სხეულებრივათაც და სულითაც, გონებითაც და გულითაც, ყველანაირად. ანუ სისავსე დატევების ღვთისმშობელია და მის დღესასწაულია დღეს. გილოცავთ. ყოველდღე შეგვეწეს გვათხოვენ ჩვენ. დაიცო დაიფარე ერი ჩვენი და რათა ვიდოდეთ დილება შენ და უფალო. ჩვენთან არ ღმერთს. არც დაიხოს.